ამ წუთებში თბილისში უნგრეთის საელჩოსთან ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში უნგრეთში ცხოვრობენ. აქციის მონაწილეები მიმართავენ უნგრეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელს, რომ დაგმოს ის სასტიკი ძალადობა, რასაც ოლიგარქიული რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ ახორციელებს. ისინი აწყობენ ერთგვარ პერფორმანსსაც, ადგილზე მიტანილი აქვთ მათ საპროტესტო აქციების დროს უმოწყალოდ ნაცემი მოქალაქეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების ფოტოები. მარიამ ელიბაშვილი გვერდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნათია კი ჩვენ ახლა ვიმყოფებით უნგრეთის საელჩოსთან, სადაც შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს სწავლობდნენ უნგრეთში, მათ შორის იმყოფება ბაია პატარაიაც. ახლა აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ უნგრეთმა დაგმოს ის ძალადობა, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ახორციელებს. ბაია პატარაიას გავასაუბრებით პირდაპირ ეთერში ვართ ქალბატონო ბაია. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ვიცით რომ წერილი უნდა გადასცეთ უნგრეთის ელჩს. რა შეეხება ეს წერილი და ზოგადად რა მოთხოვნა გაქვთ თქვენ უნგრეთის საელჩოსთან? უამრავმა ადამიანმა იხილა ის სასტიკი კადრები, როგორ უსწორდებიან ჟურნალისტებს და მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ქუჩებში, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო მედიამ არ იცის, როგორ აწამებენ ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ. ისეთი მასშტაბური და სისტემურია ეს წამება, რომ ისეთი მასშტაბური არის და ისეთი სისტემური არის წამება, რომელიც ხორციელდება დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომ ის აღწევს ძალიან დიდ მასშტაბს და შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. ჩვენ მოვედის უნგრეთის საელჩოსთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაკავშირებს ბევრი რამ უნგრეთთან, აქ ვინც ადამიანები არიან მოსული, ყველანი ჩვენ სწავლობდით ბუდაპეშტში, ძალიან კარგად ვიცნობთ უნგრელ ხალხს და ვიცით რომ უნგრელი ხალხი მხარს არ უჭერს ძალადობას და წამებას და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ. ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, წერილები, დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორი არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში. აუცილებელია რომ ორბანის ხელისუფლებამ და უნგრეთის ხალხმა ამის შესახებ იცოდეს და გაითვალისწინონ ეს, იმიტომ რომ უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბაია პატარაიას უსმედით თქვენ პირდაპირ ეთერში გავასაუბრებით აქციის სხვა მონაწილეებსაც. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? ჩვენ ვიცით რომ ვიქტორ ორბანი ბლოკავს იმ სანქციების პაკეტს, რომელსაც აქტიურად განიხილავს ახლა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რას ეტყოდით მათ და თქვენი მოთხოვნა რა არის? მოთხოვნა პირველ რიგში არის, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული ადამიანები, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვინც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას ახლა, ყველა არის მწამებლების მხარდამჭერი. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. კი ბატონო, დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმედით თქვენ. მე ოპერატორს თხოვ გაჩვენოთ კადრში უფრო ახლო კადრიდან. აქ აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ მშვიდობიან აქციაზე და დაშავებული და ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დარბეული და ნაცემი მშვიდობიანი დემონსტრანტების ფოტოები. უნგრეთის საელჩოსთან აქცია სიმბოლური დატვირთვაც აქვს, მათ შორის ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმაც, მათ შორის ვინც აქ არიან შეკრებილი, ძალიან კარგად იციან, რომ იმ სანქციების პაკეტს, რომელსაც ჩვენ დასავლელი პარტნიორები აქტიურად განიხილავენ, მხოლოდ უნგრეთი და ვიქტორ ორბანი ბლოკავს.